მოგესალმებით ყველას, ვინც დაინტერესებულია სამყაროს საიდუმლოებებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანზე, რომელმაც მომავალი დაინახა მანამ, სანამ ის რეალობად იქცეოდა. ის ფლობდა ენერგიას, რომელსაც შეეძლო სამყაროს განათება, თუმცა თავად სიღარიბესა და მარტოობაში დაასრულა სიცოცხლე. ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და გამომწერებო, დღეს ჩვენს ეთერშია ნიკოლა ტესლა, ადამიანი, რომელმაც გვაჩუქა სინათლე, მაგრამ თავად ჩრდილში დარჩა. მოემზადეთ, რადგან წინ წარმოუდგენელი ისტორია გელით ავსტრიის იმპერიაში დაბადებული და გაზრდილი ტესლა თავდაპირველად 1870-იან წლებში ინჟინერიასა და ფიზიკას სწავლობდა ხარისხის მიღების გარეშე. შემდეგ მან პრაქტიკული გამოცდილება 1880-იანი წლების დასაწყისში მიიღო ტელეფონიაში მუშაობით და Continental Edison-ში ახალი ელექტროენერგიის ინდუსტრიაში. 1884 წელს ის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ნატურალიზებული მოქალაქე გახდა. მცირე ხნით მუშაობდა ნიუ-იორკში, Edison Machine Works-ში, სანამ დამოუკიდებლად დაიწყებდა ცხოვრებას. პარტნიორების დახმარებით, რომლებიც მისი იდეების დაფინანსებასა და მარკეტინგში იყვნენ ჩართულნი, ტესლამ ნიუ-იორკში ლაბორატორიები და კომპანიები დააარსა ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების ფართო სპექტრის შესაქმნელად. მისმა ცვლადი დენის ინდუქციურმა ძრავამ და მასთან დაკავშირებულმა პოლიფაზურმა ცვლადი დენის პატენტებმა, რომლებიც 1888 წელს Westinghouse Electric-მა ლიცენზირება მოახდინა. მას მნიშვნელოვანი თანხა მოუტანა და პოლიფაზური სისტემის ქვაკუთხედი გახდა, რომელსაც Westinghouse ყიდის. ტესლამ ჩაატარა ექსპერიმენტების სერია მექანიკური ოსცილატორების, გენერატორების, ელექტრული განმუხტვის მილებისა და ადრეული რენტგენის გამოსახულების გამოყენებით, სხვა საკითხებთან ერთად იმ გამოგონებების შემუშავების მცდელობისას, რომელთა დაპატენტება და რეალიზაციაც შეეძლო. მან ააგო უსადენოდ მართვადი ნავი, ერთ-ერთი პირველი უსადენოდ მართვადი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც კი ოდესმე წარმოებულა. ტესლა ცნობილი გახდა როგორც გამომგონებელი და თავის მიღწევებს ცნობილ ადამიანებსა და მდიდარ მფარველებს თავის ლაბორატორიაში აჩვენებდა. ის ცნობილი იყო საჯარო ლექციებზე თავისი შოუმენობით. 1890-იანი წლების განმავლობაში ტესლამ ნიუ-იორკსა და კოლორადო სპრინგსში მაღალი ძაბვისა და მაღალი სიხშირის ენერგიის ექსპერიმენტებში უკაბელო განათებისა და მსოფლიო მასშტაბით უსადენო ელექტროენერგიის განაწილების იდეები წარმოადგინა. 1893 წელს მან განცხადებები გააკეთა თავისი მოწყობილობებით უსადენო კომუნიკაციის შესაძლებლობის შესახებ. ტესლამ სცადა ამ იდეების პრაქტიკულად გამოყენება თავის დაუმთავრებელ Wardenclyffe Tower პროექტში, რომელიც კონტინენტთაშორისი უსადენო კომუნიკაციისა და ენერგიის გადამცემის პროექტი იყო, მაგრამ დაფინანსება ამოეწურა, სანამ მის დასრულებას შეძლებდა. Wardenclyffe-ის შემდეგ ტესლამ 1910-იან და 1920-იან წლებში სხვადასხვა წარმატებით ექსპერიმენტები ჩაატარა გამოგონებების სერიაზე. თავისი ფულის უმეტესი ნაწილის დახარჯვის შემდეგ ტესლა ნიუ-იორკის რამდენიმე სასტუმროში ცხოვრობდა, რის გამოც გადაუხდელი გადასახადები დარჩა. ის 1953 წლის იანვარში ნიუ-იორკში გარდაიცვალა. ტესლას ნაშრომები მისი გარდაცვალების შემდეგ შედარებით დავიწყებას მიეცას, სანამ 1960 წელს წონისა და ზომის გენერალურმა კონფერენციამ მაგნიტური ნაკადის სიმკვრივის ერთეულთა საერთაშორისო სისტემის საზომს მის პატივსაცემად ტესლა არ დაარქვა. ტესლას მიმართ საზოგადოების ინტერესი 1990-იანი წლებიდან აღორძინდა. 2013 წელს ჟურნალმა Time-მა ტესლა ყველა დროის 100 ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას შორის დაასახელა. ტესლას ადრეული წლები. ტესლა დაიბადა 1856 წლის 10 ივლისს ეთნიკური სერბების ოჯახში სმილიანში, სოფელში, რომელიც მაშინ ავსტრიის იმპერიის სამხედრო საზღვარზე, ამჟამად კი ხორვატიაში მდებარეობდა. მისი მამა, მილუტინ ტესლა, 1819-1879 წელი აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი იყო. მისი მამის ძმა, იოსები, სამხედრო აკადემიის ლექტორი იყო, რომელმაც დაწერა მათემატიკის რამდენიმე სახელმძღვანელო. ტესლას დედას, ჯორჯინა ჯუკა მანდიჩს, 1822-1892 წელი, რომლის მამაც ასევე მართლმადიდებელი მღვდელი იყო, ჰქონდა ხელნაკეთი ხელსაწყოებისა და მექანიკური მოწყობილობების დამზადების ნიჭი და სერბული ეპიკური პოემების დამახსოვრების უნარი. ჯუკას არასდროს მიუღია ფორმალური განათლება. ტესლა თავის ეიდეტიკურ მეხსიერებას და შემოქმედებით შესაძლებლობებს დედის გენეტიკასა და გავლენას მიაწერდა. ტესლა 5 შვილიდან მეოთხე იყო. 1861 წელს ტესლა სმილიანის დაწყებით სკოლაში სწავლობდა, სადაც გერმანულს, არითმეტიკასა და რელიგიას სწავლობდა. 1862 წელს ტესლას ოჯახი ახლო მდებარე ქალაქ გოსპიჩში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ტესლას მამა სამრევლო მღვდლად მუშაობდა.
ნიკოლამ დაწყებითი სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი საშუალო სკოლა. მოგვიანებით, ამერიკის მოქალაქეობის მიღებამდე, ტესლა საკუთარ თავს ავსტრია-უნგრეთის სასაზღვრო რეგიონის ლიკას, სმილიანიდან მოიხსენიებდა. 1870 წელს ტესლა კარლოვაცში გადავიდა, რათა უმაღლეს რეალურ გიმნაზიაში ესწავლა, სადაც გაკვეთილები გერმანულ ენაზე ტარდებოდა. ტესლამ მოგვიანებით დაწერა, რომ დაინტერესდა ფიზიკის პროფესორის მიერ ელექტროენერგიის დემონსტრირებით. იდუმალმა მოვლენებმა მასში ამ საოცარი ძალის შესახებ მეტის გაცნობის სურვილი გაუჩინა. მას შეეძლო ინტეგრალური გამოთვლების შესრულება თავში, რამაც მასწავლებლებს აფიქრებინა, რომ ის ატყუებდა. მან 4 წლიანი სემესტრი 3 წელიწადში დაასრულა და 1873 წელს დაამთავრა. დამთავრების შემდეგ ტესლა სმილიანში დაბრუნდა, მაგრამ მალევე ქოლერით დაავადდა. 9 თვის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული და რამდენჯერმე სიკვდილს უახლოვდებოდა. სასოწარკვეთის მომენტში ტესლას მამამ, რომელსაც თავდაპირველად სურდა, რომ ტესლა სამღვდელოებაში გამხდარიყო, დაახპირდა, რომ ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელების შემთხვევაში საუკეთესო საინჟინრო სკოლაში გაგზავნიდა. ტესლამ მოგვიანებით თქვა, რომ ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელებისას მარკ ტვენის ადრინდელი ნაშრომები წაიკითხა. ახალგაზრდობა. მომდევნო წელს ტესლამ სმილიანში ავსტრო-უნგრეთის არმიაში გაწვევას თავი არიდა ლიკას სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტომინგაიში, კრაჩაცის მახლობლად გაიქცა. იქ მან მთები მონადირის სამოსში გამოწყობილი შეისწავლა. ტესლამ თქვა, რომ ბუნებასთან ამ კონტაქტმა მას როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად გააძლიერა. 1875 წელს ის სამხედრო სასაზღვრო სტიპენდიით გრაცის საიმპერატორო სამეფო ტექნიკურ კოლეჯში ჩააბარა. ტესლამ 9 გამოცდა ჩააბარა, დასაშვები რაოდენობის თითქმის 2-ჯერ მეტი და ტექნიკური ფაკულტეტის დეკანისგან მამისთვის სამადლობელი წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა: "თქვენი შვილი პირველი რანგის ვარსკვლავია." გრაცში ტესლა მოხიბლული იყო პროფესორ იაკობ პეშლის მიერ ელექტროენერგიაზე წაკითხული ლექციებით. თუმცა მესამე კურსზე ის სკოლაში წარუმატებლად სწავლობდა და სწავლას არ ამთავრებდა, რის გამოც გრაცი 1878 წლის დეკემბერში დატოვა. ერთი ბიოგრაფი ვარაუდობს, რომ ტესლა არ სწავლობდა და შესაძლოა აზარტული თამაშებისა და ქალებთან ურთიერთობის გამო გარიცხეს. სკოლის დამთავრების შემდეგ ტესლას ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია. მის თანაკლასელებს შორის ჭორი დადიოდა, რომ ის ახლომდებარე მდინარე მურში დაიკარგა, მაგრამ იანვარში ერთ-ერთი მათგანი მარიბორის ქალაქში ტესლას შემთხვევით შეხვდა და ეს ამბავი ტესლას ოჯახს შეატყობინა. აღმოჩნდა, რომ ტესლა იქ მხაზველად მუშაობდა თვეში 60 ფლორინის ანაზღაურებით. 1879 წლის მარტში მილუტინმა საბოლოოდ იპოვა თავისი ვაჟი და სცადა დაერწმუნებინა, რომ სახლში დაბრუნებულიყო და პრაღაში განათლება მიეღო. ტესლა იმავე თვის ბოლოს გოსპიკში დაბრუნდა, როდესაც ბინადრობის ნებართვის არქონის გამო დეპორტირებული იქნა. ტესლას მამა მომდევნო თვეში, 1879 წლის 17 აპრილს, 60 წლის ასაკში, გაურკვეველი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 1880 წლის იანვარში ტესლას ორმა ბიძამ გადაიხადა მისი ფული გოსპიჩიდან პრაღაში გასამგზავრებლად, სადაც ის სასწავლებლად უნდა წასულიყო. ის ძალიან გვიან ჩავიდა შარლ ფერდინანდის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, მას არასდროს უსწავლია ბერძნული, რომელიც სავალდებულო საგანი იყო, და ჩეხური ენაც, რომელიც კიდევ ერთი სავალდებულო საგანი იყო, წერა-კითხვა არ იცოდა. ის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექციებს აუდიტორის რანგში ესწრებოდა, მაგრამ კურსებზე შეფასებები არ მიუღია. ტესლა 1881 წელს ბუდაპეშტში, უნგრეთში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ტივადარ პუშკაშთან ემუშავა ტელეგრაფის კომპანიაში, ბუდაპეშტის სატელეფონო სადგურში. ჩასვლისთანავე ტესლამ მიხვდა, რომ კომპანია, რომელიც მაშინ მშენებარე იყო, არ ფუნქციონირებდა, ამიტომ ცენტრალურ სატელეგრაფო ოფისში დიზაინერად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე თვეში ბუდაპეშტის სატელეფონო სადგური ამოქმედდა და ტესლამ მთავარი ელექტრიკოსის თანამდებობაზე დაინიშნა. ტესლამ მოგვიანებით აღწერა, თუ როგორ გააუმჯობესა ცენტრალური სადგურის აღჭურვილობა, მათ შორის გაუმჯობესებული ტელეფონის გამეორება ან გამაძლიერებელი. მუშაობა ედისონში. 1882 წელს ტივადარ პუშკაშმა ტესლას კიდევ ერთი სამსახური მოუტანა პარიზში, Continental Edison Company-ში. ტესლამ მუშაობა დაიწყო იმ დროისთვის სრულიად ახალ ინდუსტრიაში, სადაც ქალაქის მასშტაბით ფართომასშტაბიან ელექტრომომარაგების საწარმოში ინკანდესენტური ნათურების დამონტაჟებას ახდენდა. კომპანიას რამდენიმე ქვედანაყოფი ჰქონდა და ტესლა მუშაობდა Societe Electrique Edisonში, პარიზის გარეუბანში, ივრისიურ სენის განყოფილებაში, განათების სისტემის დამონტაჟებაზე. იქ მან ელექტროინჟინერიაში დიდი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
მენეჯმენტმა ყურადღება მიაქცია მის მოწინავე ცოდნას ინჟინერიასა და ფიზიკაში და მალევე აიძულა იგი დინამოებისა და ძრავების გენერირების გაუმჯობესებული ვერსიების დაპროექტება და აგება. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა. 1884 წელს ედისონის მენეჯერი ჩარლზ ბატჩელორი, რომელიც პარიზის მონტაჟს ხელმძღვანელობდა, შეერთებულ შტატებში დააბრუნეს ნიუ-იორკში მდებარე საწარმოო განყოფილების, ედისონის მანქანების ქარხანაში სამართავად და ტესლას შეერთებულ შტატებში ჩაყვანა ითხოვა. 1884 წლის ივნისში ტესლა ემიგრაციაში წავიდა და თითქმის მაშინვე დაიწყო მუშაობა მანჰეტენის ქვემო აღმოსავლეთ მხარეს მდებარე მანქანების ქარხანაში, რომელიც გადატვირთული სახელოსნო იყო, სადაც რამდენიმე ასეული მექანიკოსი, მუშა, მმართველი პერსონალი და 20 საველე ინჟინერი მუშაობდა და ქალაქში დიდი ელექტრომომარაგების მშენებლობის ამოცანას ასრულებდა. პარიზშიც ტესლა დანადგარების პრობლემების მოგვარებასა და გენერატორების გაუმჯობესებაზე მუშაობდა. ისტორიკოსი ბერნარდ კარლსონი აღნიშნავს, რომ ტესლა შესაძლოა კომპანიის დამფუძნებელ თომას ედისონს მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ტესლას ავტობიოგრაფიაშია მოხსენიებული, სადაც ოკეანის ლაინერს ორეგონზე დაზიანებული დინამოს შეკეთებით მთელი ღამის განმავლობაში გათენების შემდეგ ის ბატჩელორს და ედისონს შეხვდა, რომლებმაც ხუმრობით შენიშნეს, რომ მათი პარიზელი მთელი ღამე გარეთ იყო. მას შემდეგ, რაც ტესლამ უთხრა, რომ მთელი ღამე ორეგონის შეკეთებით იყო დაკავებული, ედისონმა ბატჩელორს უთხრა, რომ ეს ძალიან კარგი ადამიანია. ტესლასთვის მიცემული ერთ-ერთი პროექტი რკალურ ნათურებზე დაფუძნებული ქუჩის განათების სისტემის შემუშავება იყო. რკალური განათება ქუჩის განათების ყველაზე პოპულარული ტიპი იყო, მაგრამ მას მაღალი ძაბვა სჭირდებოდა და შეუთავსებელი იყო ედისონის დაბალი ძაბვის ინკანდესენტურ სისტემასთან, რის გამოც კომპანიამ ზოგიერთ ქალაქში კონტრაქტები დაკარგა. ტესლას დიზაინი არასდროს ამოქმედდა, შესაძლოა ინკანდესენტური ქუჩის განათების ტექნიკური გაუმჯობესების ან ედისონის მიერ რკალური განათების კომპანიასთან დადებული ინსტალაციის ხელშეკრულების გამო. ტესლა მანქანათმშენებელ ქარხანაში სულ 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, როდესაც თანამდებობა დატოვა. გაურკვეველია, თუ რა მოვლენამ გამოიწვია მისი წასვლა. შესაძლოა ეს გამოწვეული იყო იმ ბონუსით, რომელიც მას არ მიუღია, არც გენერატორების რედიზაინისთვის და არც რკალური განათების სისტემისთვის, რომელიც თაროზე იყო გადადებული. ტესლას ადრეც ჰქონდა კონფლიქტი ედისონის კომპანიასთან გადაუხდელი ბონუსების გამო, რომლებიც მისი აზრით დაიმსახურა. თავის ავტობიოგრაფიაში ტესლამ განაცხადა, რომ ედისონის მანქანათმშენებელი ქარხნის მენეჯერმა შესთავაზა $40,000 ოდენობის ბონუსი 24 სხვადასხვა ტიპის სტანდარტული მანქანის შესაქმნელად, მაგრამ ეს ხუმრობა აღმოჩნდა. ამ ამბის შემდგომ ვერსიებში თავად თომას ედისონი გვთავაზობს და შემდეგ არღვევს გარიგებას და ხუმრობს. ტესლა, შენ არ გესმის ჩვენი ამერიკული იუმორი. ორივე ისტორიაში ბონუსის ოდენობა უცნაურად აღინიშნა, რადგან მეჩეინ ვორკსის მენეჯერი ბატჩელორი ხელფასების მხრივ ძუნწი იყო, ხოლო კომპანიას ეს თანხა დღევანდელი $1,761,667 ტოლი ხელთ არ ჰქონდა. ტესლას დღიურში მხოლოდ ერთი კომენტარია იმის შესახებ, თუ რა მოხდა მისი დასაქმების დასრულების შემდეგ, ჩანაწერი, რომელიც მან ორ გვერდზე დაწერა 1884 წლის 7 დეკემბრიდან 1885 წლის 4 იანვრამდე პერიოდამდე, სადაც ეწერა და ემშვიდობეთ ედისონის მეჩეინ ვორკსს. მადლობა, რომ ყურდასმით მის მენდით ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო, კიდევ შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში, გისურვებთ ბედნიერ და იმედიან წარმატებულ ხვალინდელ დღესა და მომავალს.